პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი შეერთებული შტატებიდან გვერდება. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ორ თემაზე მაქვს თქვენთან კითხვები, თუმცა რაკიღა ცოტა ხნის წინ მაყურებელსაც წავუკითხე რუბიოს განცხადება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მოდით ამ თემაზე მოვისმენ თქვენს პოზიციას. დინამიურად ვითარდება ეს პროცესი. დონალდ ტრამპს აქვს გამოთქმული ეჭვები მართლაც სურს თუ არა რუსეთს ომის დასრულება. დღეს რუბიო ამბობს, რომ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი კვირა და რომ თუ კი ვერ მოხდა, მალე უნდა მოხდეს და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დიდხანს ამ პროცესში რესურსის და დროის დათმობას. როგორ ხედავთ ამ პროცესს, რა ეტაპია ეს? მართლაც უახლოვდება თუ არა თქვენი აზრით, რა განცხადებებიც კეთდება რაღაც ფინალს? მინიმუმ მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მინიმუმ პირველ რიგში ეს არის წნეხი ორივე მხარეზე. რომ თუ ასე ვთქვათ, დროზე არ შეთანხმდებით, ჩვენ გავდივართ ამ ვთქვათ ომიდან. პირველ რიგში ეს არის უკრაინაზე წნეხი, იმიტომ რომ კიდევ კითხვა პუტინს დაზავება ურჩევნია თუ ამერიკელების გასვლა ამ კონფლიქტიდან. ამიტომ პირველ რიგში ეს არის წნეხი უკრაინელებზე, რომ ან მიიღებთ ამ პირობებს, ან ჩვენ გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ აღარ დაგეხმარებით, ან არ ვიცი, ალბათ ეგეთი ზეწოლაა და თუ არ დაგეხმარებით, უკვე პუტინმა შეიძლება მეტი ტერიტორია წაიღოს და თქვენთვის უარეს პირობებში მოგიწევთ 2 წელიწადში დაზავება. შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ერთგვარი ტაქტიკა, შეიძლება სტრატეგიაც და შეიძლება მართლა განზრახული აქვთ ამ ომიდან გასვლა, იმიტომ რომ წინა კვირასაც გვესმოდა, რომ წინა კვირაში მოხდებოდა გარდატეხა. ეს ყოველ კვირა შეიძლება ალბათ შემდეგ კვირაშიც გადაიწიოს. ეს ტაქტიკაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ტრამპს მართლა სურს, რაც შეიძლება სწრაფად გაჩერდეს ცეცხლი. ხა ტრამპს დიდი იმედები ალბათ თვითონაც არ აქვს, რომ ამ კონფლიქტის არსობრივი და ფუნდამენტური გადაწყვეტა მოხდება. მაგრამ ტრამპის თავარი ამოცანაა ცეცხლის გაჩერება და უკვე მერე მოლაპარაკებები ახლა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას თუ არ ვწდები დღემდე არ აქვს. 1953 წლიდან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებული. შესაბამისად, ტრამპის მთავარი ამოცანაა, რომ ცეცხლი შეწყდეს და უკვე მერე რაც იქნება ვნახოთ. ტრამპის განცხადება, რომ მას რაღაც დაეჭვდა საბოლოოდ, უყურებს თუ არა ამ მოლაპარაკებებს სერიოზულად პუტინი. ეს რას მივაწეროთ, იმიტომ რომ სულ რამდენიმე განცხადებას მოვძებნით, სადაც ის ასე არის განწყობილი რუსეთის მიმართ. ალბათ აქ არის ის, რომ უკვე თვითონ მოლაპარაკებების პროცესში ალბათ რუსეთი უფრო მეც ითხოვს, ან არ თანხმდება იმ პირობებს, რასაც ამერიკელები მას უყენებენ და შესაბამისად ტრამპის ასე ვთქვათ აცრუება რუსეთის მიმართ უფრო იზრდება და ესეც გვარი საჯარო სიგნალია, რომ თუ თქვა არ ხო არის საჯარო სიგნალები, რომ უკრაინას აწვება ასე ვთქვათ ჭალებში. ეს ერთ-ერთი იმიშვიათ საჯარო სიგნალთაგან არის, როდესაც ის აწვება თქვათ რუსეთს. შესაბამისად ეს ტრამპის უკმაყოფილება ალბათ იზრდება, იმით რომ არც ერთი მხარე ალბათ არ არის მზად იმ შეთანხმებაზე წავიდეს, რომელიც ასე ვთქვათ ამერიკელები შუამავლობენ ამ წუთას. თუმცა ეს ხომ მისთვის პრესტიჟის საკითხიც არის, ომი დაასრულოს და ყველაფრის ფასად დასრულდეს, ცეცხლი შეწყდეს. შეიძლება მის ინტერესში იყოს ამ პროცესიდან გასვლა საბოლოოდ. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ კი შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ პროცესიდან გავდივარ, რესურს აღარ დავხარჯავ, ამას რა გავლენა ექნება თვითონ პროცესზე, რადგან აქ ჩართულები არიან, ევროპაც ჩართულია და მისი ხედვა აქვს ცეცხლის შეწყვეტაზე. აქ გააჩნია რა ფორმებით გავა, ხო? აქაც საკითხავია რა ფორმებით გავა. გავა იმ ფორმებით, რომ გაამკაცრებს რუსეთისადმი სასანქციო რეჟიმს, გავა იმ ფორმით, რომ რუსეთს მოუხსნის სანქციებს, გავა იმ ფორმით, რომ შეუწყებს მთლიანად უკრაინას სამხედრო და საზღვაო დახმარებას. აქ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, რომ ჯერჯერობით ამერიკა უკრაინის სამხედრო დახმარების კომპონენტში არის ჩაუნაცვლებელი. ხო, ჰუმანიტარული დახმარება კი ბატონო, ევროპელები მეც ხარჯავენ, მაგრამ თუ არ ვწდები 60%-ზე მეტი სამხედრო დახმარების მოდის ამერიკელებზე და არა მარტო ამერიკელებზე მოდის, ევროპელები რასაც აძლევენ, იმასაც ამერიკელები ზურგით აძლევენ, იმიტომ იციან რომ თუ საკუთარ სამხედრო მარაგებს დაცლიან ზომაზე მეტად, მათ აქვთ ამერიკელების ზურგი. თუ არა მარტო ამერიკის დახმარება მოიხსნება, არამედ ამერიკელების ზურგიც ძალიან გაუჭირდება ევროპას ამხელა სამხედრო დახმარების გაწევა. შესაბამისად, ამერიკელების გასვლა და ზუსტად იმ ურთულესი სიტუაციის წინაშე თუ მართლა გავიდნენ იმ ფორმით, როგორც მე აღვწერე, ურთულეს სიტუაციაში დააყენებს უკრაინას.
და მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი პროგნოზი გაქვთ ამ პროცესში, რადგან ვიცით უკრაინის პოზიცია და ალბათ იმ პირობებს თუ წინადადებებს, რაც აქვთ წაყენებული, საკმაოდ რთულია უკრაინა დათანხმდეს, ხო? იცით როგორ არის, რაც ტრამპმა ფიცი დადო, სულ არის ლაპარაკი, რომ რას იზამს, აი დღეს რას იზამს, ხვალ ძალიან რთული პროგნოზია. რაც შეეხება პირობებს, კი ბატონო, რაც გაზეთებში ჟურნალს, თქვათ ეს ყირიმის აღიარება უკრაინას არ სწხოვენ, ხო? ამერიკა არის მზად ყირიმი აღიაროს, ხო? ეგეც პრობლემატურია, მაგრამ რეალურად ალბათ რეალურად თუ ოდესმე რამე სამხედრო ზავი გამოდნება, იქნება ის, რომ არსებულ გამყოფ ხაზზე გაჩერდება, თქვათ, ფრონტის ხაზი რაც არის დღეს, იმაზე გაჩერდება ცეცხლი, იქ რაღაცა ბუფერული ზონა. თუმცა მარტო უკრაინა არ არის, აქ რუსეთიც არის. პუტინს ჯერჯერობით აწყობს, რომ თუმცა პუტინიც ბევრს იტყვის, მაგრამ პუტინი ალბათ ჯერჯერობით აწყობს, რომ ყველაფერზე დათანხმდეს და ასე ვთქვათ, ბურთი უკრაინის ხარეს გადაისროლოს და წარმოაჩინოს, რომ უკრაინელები არ თანხმდებიან. შესაბამისად, იმიტომ რომ პუტინსაც აქ არის ბევრი ხა ყირიმის აღიარება, კი ბატონო, შეიძლება ისე მომხიბლავად ჟღერს, მაგრამ ხვალ სხვა პრეზიდენტი მოვა შეიძლება უკან გაიწვიოს ეს აღიარება. ან 10 წელი არ აღიარებული იყო და რა დააგლა ამით ყირიმს, ან რა მოემატა. შესაბამისად ამ მზად არის პუტინი ამ თქვათ რაღაც მეტნაკლებად ეფემერულ რამეში გაცვალოს რეალური თქვათ სამხედრო მოქმედებების გაჩერება. იმიტომ რომ ისიც შეიძლება ფიქრობს, რომ თუ დღეს არ გავჩერდი და ამერიკელები გავდიან კონფლიქტიდან 2 წელიწადში შეიძლება უკეთეს პოზიციებში, კიდევ უფრო უკეთეს პოზიციებზე ვიყო. ამიტომ ურთულესი განტოლება გველოდება წინ ამ კუთხით. კი ბატონო. კეთილი და კიდევ ერთი საკითხი, ეს შეეხება უკვე ოცნებასა და შტატებს შორის ურთიერთობას. ეს 2 დღეა თუ 3 დღეა, რაც ჩვენ გვესმის და ვიგებთ ინფორმაციას, რომ ქართული ოცნების ვიცე-პრემიერი შეხვედრებს მართავს ვაშინგტონში. ვისმენ ასეთ პოზიციებსაც, რომ ეს შეხვედრები სულაც არ ნიშნავს ლეგიტიმაციის მოპოვებას თუ ურთიერთობის დალაგებას. თქვენ როგორ ხედავთ ამას, არის საინტერესო, რადგან პროცესში ჩართული პირები შესაძლოა არ არიან დაცლილები, ასე ვთქვათ, სუბიექტურობისგან. ჩემი აზრით, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად საკითხის ესე დაყენება ჩემი ღმერთმა თავიდანვე შეცდომა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უამრავი პრეტენზია საქართველოს ხელისუფლებისადმი წინა ადმინისტრაციას განსაკუთრებით, თქვენს რომ არჩევნები მთლად კარგად არ ჩატარდა, სანქციები დააწესეს, არასოდეს თავად ბაიდენის ადმინისტრაციას არ უთქვამს, არასოდეს რომ თქვათ საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია და ან თქვათ აქ სხვა პრეზიდენტი უნდა ვაღიაროთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყოველთვის როცა საკითხი ასე თქვათ რომანტიკულად დგება და უკვე თქვათ რელიგიური აკვიატების დონეზე მიდის, რომ აი ვინ ართმევს ხელს და ვინ არ ართმევს, აქედან შემდეგ რა თქმა უნდა ფრუსტრაცია და ცრუ იმედები გამომდინარეობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უამრავი პრეტენზია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ურთიერთობები არ არის კარგად, არ მიმდინარეობს მაღალ დონის შეხვედრები, მაგრამ ის დაშვება, რომ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ ცნობს საქართველოს ხელისუფლებას, არის მცდარი. რომ არ ცნობდეს იტყოდა, როგორც თქვათ მადუროს შემთხვევაში ცნობენ სხვა, თუმცა მადუროსაც ელაპარაკებიან, აქ საინტერესო кейსია, ხო, ცნობენ გონსალეს, ბაიდენი პირადად შეხვდა გონსალეს და სურათი გადაიღო მასთან, მაგრამ მადურო როცა საქმეა თქვათ ვიღაცები პირად წარმოადგენელსაც აგზავნიან. საქართველოს შემთხვევაში არის უამრავი პრეტენზია, რა თქმა უნდა, არის κρიტიკა წინა ადმინისტრაციიდან ჩვენ სანქციების გვახსოვს, მაგრამ წინა ადმინისტრაციაც კი, რომელიც უკიდურესად კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩვენ რომ არ გცნობთ, ხო, ყოველთვის იყო რომ არ ცნობენ და არ ცნობენ, მაგრამ რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, მე მგონი ანუ ეს რას ვეძახით ცნობას, ფაქტია შეხვედრები მიმდინარეობს. შესაბამისად ყოველთვის აი ეს საკითხის ესე დაყენება ყოველთვის ცდარი იყო, იმიტომ რომ დასავლეთ შეიძლება ბევრი რამე მოსთხოვო, მაგრამ მოსთხოვა ისეთი არარსებული საკითხები, რომ აქ ახლა სხვა პრეზიდენტი აღიარო, ამას არ აკეთებს თავად ესტონეთიც კი. ჩვენ არ გვინახავთ თქვა და არც ესტონეთის განცხადება, რომ აქ საქართველოში სხვა პრეზიდენტს ცნობენ. კი ბატონო, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და სანქციებს აწესებენ, მაგრამ მე არ მინახავს ბალტიისპირეთიდანაც კი ის განცხადება, რომ აქ სხვა პრეზიდენტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს მოთხოვნა თავიდანვე არარეალისტური იყო და განუხორციელებელი, ხო? მით უმეტეს, როცა 6 თვე გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან. პირველ თვეებში კიდე ცხელგულზე რაღაცა შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ დღეს რო ახლა ვიღაცამ აქ სხვა თავრობა აღიარო, ან როგორ უნდა აღიარო, შეიძლება მოითხოვონ ახალი არჩევნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ თავრობას არ დაელაპარაკებიან. შესაბამისად, ეს, ასე ვთქვათ, ეს საკითხი თავიდანვე არ იყო, ვთქვათ, მართებულად
წარმოჩენილი. არა და მთელი რესურსია ჩადებული, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან, რომ ლეგიტიმაცია არ ქონდეს ქართულ ოცნებას და მას სწორედაც რომ არ ცნობდეს. ანუ ეს საკითხი თქვენთვის საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, განსახილველი თუ მნიშვნელოვანი? არა, იცით როგორ არის? კიდევ ერთხელ უნდა გაიმიჯნოს. კი, ხელს არ ჩამოართვევენ, შეიძლება სანქციებიც იყოს, შეიძლება პრეტენზიებიც იყოს, მაგრამ მოთხოვნა რომ აქ სხვა მთავრობა აღიარონ, ან სხვა პრეზიდენტი აღიარონ, არის უბრალოდ ფსევდორელიგიური და რომანტიკული მოთხოვნა. ეს ვერ და არ მოხდება. ანუ რას თხოვენ ევროპელებს ან ამერიკელებს, რომ რა უნდა ქნან, ვინ უნდა აღიარონ? ანუ ეგეც რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად ის, ვინც ახლა მართავს ფაქტობრივი მმართველია ქვეყანაში, ის არ არის ლეგიტიმური. კი ბატონო, ეს არის საქართველოს ოპოზიციის მოთხოვნა და ეს რო დასავლეთმა თქვას, ამ ფორმით, როგორიცაც ეს საქართველოს ოპოზიციას უნდა, მერე რაღაცა სხვა ნაბიჯებიც იქნება გადასადგმელი და ფაქტია, ხო? ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი არ გადაუდგავს არც ერთ სახელმწიფოს ასე პირდაპირ. კი ბატონო, სანქციებიც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ახალი არჩევნების მოთხოვნაც არის, მაგრამ და ვიზიტებით შეწყდა და კი ბატონო, ზოგი ხელსაც არ ართმევს, მაგრამ ასე პირდაპირ თქვას, რომ საქართველოს მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ეს არ უქნია მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს და ვერც იზამს მრავალი მიზეზის გამო. შესაბამისად, მე მგონია, რომ და შესაბამისად მე უკვე როდესაც თქვა თამასა არის აწეულია ესე ამ საკითხზე და მე თქვა ხდება რომ ვიღაცა ვიღაცის თქვა დასაფლავებაზე ჩავა და იქ სახელმწიფო მეთაურების რიგში დასვამენ და მე უყვირთ და რატო უყვირთ? აბა უკაცრავად და ვინ უნდა წასულიყო საქართველოს მხრიდან ან სად უნდა დაესვათ? ხო, შესაბამისად, როდესაც ესეთი ცრუ თამასები იქმნება, მე ფრუსტრაციაც არის, იმიტომ რომ ხალხს შეიძლება მართლაც ჯეროდეს, რომ იქ არ ცნობენ და რანაირად თუ არ ცნობენ, რანაირად ხდება, რომ პაპის დასაფლავებაზე წინა რიგში ზის და შესაბამისად არ უნდა იყოს ამ ცრუ იმედების და მოლოდინის შექმნა. კი ბატონო, სანქციები, მოთხოვნა, ახალი არჩევნების მოთხოვნა, მაგრამ ეხლა მოთხოვნა ამერიკისგან რომ აქ სხვა პრეზიდენტი აღიაროს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ არ უქნია მეთიუ მილერი რო იყო და ენტონი ბლინკენი და ბაიდენი და შესაბამისად ხა ტრამპის ადმინისტრაცია მით უმეტეს არ იზამს ამ საკითხს. კი ბატონო. ასეთი ფორმით. საინტერესოა. მადლობა. მადლობა გიორგი ხატიაშვილს, მე მას დავემშვიდობები პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი